ზამთარში ადრე გაღვიძება არის კოშმარი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ მე ყოველდღე ვდგები 6 საათზე, რომ სამსახურში წავიდე. ყოველდღე არა. კიდევ კარგი ყოველდღე არა, კვირაში 5 დღე არა, იმიტომ რომ ეგ არ შემიძლია. Daudz met გადავეჩვევი დილით ახალ გაღვიძებზე TikTok-ის და Instagram-ის სკროლს, იმიტომ რომ ძალიან ნერვებს მიშლის. ხათაშორის ჩემს წინა ვიდეოებს გადავამდა თვალე YouTube-ზე და ძალიან სხვანაირი ვიყავი. ძალიან სხვანაირი, მოკლედ უფრო მეწუხელავდი იმაზე, თუ მაგალითად ვიდეოში როგორ გამოვიყურებოდი და დილით თუ მაგალითად ესე გამოვიყურებოდი, როგორც ახლადაც მე მაქვს მეტაწილი და მოწაწილი და ეგ საერთოდ არ მანერდებს. ახლა ეგ აღარ მაღელვებს. დილით საერთოდ ისე ვერ გაიღვიძებ, როგორც მძინარებზე თუ ნახავმა გამოიღვიძა და ულამაზესი იყო, მაგრამ ხატია. ხო და იმაზეც ძალიან ბევრს ვფიქრობდი, როგორ გამოვიყურებოდი, გარეთ როგორ გავდიოდი. ობსესიურად ვიყავი რაღაცებზე დამოკიდებული, რადგან ახლა აღარ ვარ დამოკიდებული. ბოლო დროს როგორ გვძნობ თავს, არ ვიცი, ძალიან არეული ვარ. მას შემდეგ რაც გერმანიიდან ჩამოვედი. ცოტა უფრო ხალისიანად უნდა ვიყო, მაგრამ თვად ეგრეც არ ვარ და მოგად არა უშავს. ანალიზები რომ გადავიმოწყო ჩემი ფარისებრი. ხო და დილით ყავაში ვარ სვამ და ეგრე მიდიხარ, სადმე არის კოშმარი. მაკიაჟს არ გავიკეთებ, მეზარება ძალიან. საერთოდ თმის დამარცხნაც მეზარება ძალიან. ეს ძალიან ესთეტიურობა მართლა აღარ შემიძლია, იმიტომ რომ არ ვიცი, ბოლო პერიოდში ვარ ძალიან messy და ჩემი ეს კუთხეც ასე გამოიყურება, რომ ყველაფერი ასე მილაგია და დალაგებული ამის არ ქვია, მოკლედ. ადამიანებს რომ ათშეთ ხოლმე რაღაცნაირად ქუდიანი ხუდები, კაპიშონი ხდება, მაგას თუ რა ქვია, რა ვიცი, ქართულად როგორ არის, არ ვიცი და უკეთიათ კეპი და კიდევ უკეთიათ სათვალეები, აი მგონია რომ რაღაც სელებრიტები არიან და ეგრე დადიან, რომ არავინ არ დაინახოს. დღეს ესეთი გამოვედი. ვარდისფერი ფერი ძალიან მიყვარს, აი
არ ვიცი, ვარდისფერი და შავი მიყვარს ძალიან. იდეალური ფერები არის ჩემთვის. შემიძლია ყველაფერი ვიყიდო ვარდისფერი და შავი. ისედაც სულ შავი რაღაცები მაქვს, იმიტომ რომ ბოლო დროს მხოლოდ შავ რაღაცებს ვყიდულობ, არ ვიცი რატო. ვარდისფერი მიყვარს ძალიან. აი ზუსტად ეს ვარდისფერი, ძალიან პინკი ვარდისფერი. ნასკები და ფეხზე ჩავცვალ მარტინსებს. ყავა მინდა ძალიან. აი, საყურებსაც გავიკეთებ, მაგრამ ესე იგი, მე მაქვს ისეთი ყურები, რომ თუ ოდნავ რაიმე ცოტა ცუდი მეტალი მოხდა ჩემ ყურს, მაშინვე ღიზიანდება და წინაზე არ ვიცი, რომელი საყურა იყო, გავიკეთე და ალბათ ძალიან კარგი მეტალის არ იყო და იმ მაშინვე დამიწითლდა, გადიდდა და სივდა და რაღაცები დაემართა და სულ ეგრე მემართება ყურებზე. და უკვე ხორცდებოდა. მე სხვა საყურეები შევაშველე. და ეს ძალიან კაი საყურეებია, არ მეღიზიანებს ყურს და ნუ მაგის გამო მიკეთია სულ ესენი. ეს ვისაც არ გიცდიათ, აქვს საოცარი სუნი. კარამელი და ტკბილი სუნები ვისაც გიყვარს, ხოთი შორის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ მეყვარდა ტკბილი სუნამოები და ტკბილი სუნები. და ბოლო დროს და რაღაცნაირი ცოტა ისეთი მასკულინურ სუნამოებს ვყიდულობდი და ასეთი სუნები მომწონდა ცოტათი უცნაური. როგორც არის მაგალითად სანტალოც 13 და რაღაც მსგავსი და ბოლო პერიოდში ძალიან შემოყვარდა ცოტათი მოტკბო სუნები, რაღაცნაირად კარამელის სურნელი რო იგრძნობა. შოკოლადების და რაღაცნაირი ფუნთუშების და რაღაცეების და აი ეს ზუსტად ეგეთი სურნელია, ეს მისტია Sol de Janeiro's 49 და აი კარამელი, ტკბილეული, ოღონდ იცით როგორი ტკბილეული გამომცხვარი რაღაცეების სუნი აქვს. ძალიან კაი სუნი აქვს მართლა. ხო და ვისაც ეგეთი სუნები გიყვართ, ძალიან კაია. თმას არ გავიკეთებ, ძალიან მეზარება. დღეს მინდა რომ ასევე გალერეაში გავიარო და დავათვალიერო რაიმე საყვარელი თეთრეული თუ აქვთ, იმიტომ რომ ძალიან მინდა საყვარელი ლამაზი თეთრეული ცოტა ფერადი. ოკეი, დავარჩიო კეპი. დავიხურო. ეს თუ ბოლო ჩემი თმა ზუსტად ისეთი გახდა მშაღებებისგან ბავშვობაში არ ვიცი ვინმეს თუ გახსოვთ ბარბები რო იყიდებოდა ძალიან იაფიანი გამხდრები რო იყო და პატარები მაგათ ქონდა ხოლმე აი საშინელითმა რომელსაც მე 5 წუთში ვაჭრიდი ხოლმე რომ მქონდა ეს ბარბები ზუსტად ეგეთი გახდა ჩემი თმა ერთ-ერთში ხოდა მაგ ბარბებს წინაზეც ძალიან ვიხსენებდი და ისე მიყვარდა ეგ ბარბები უბრალოდ ყოველდღე ახალ-ახლები მქონდა, იმიტომ რომ 5 წუთში ან თავს ვაძრობდი, ან ფეხები აღარ ჰქონდა, ან ხელები აღარ ჰქონდა, იმიტომ რომ მიყვარდა მაგ ბარბებს რო ვასახიჩრებდი რატომღაც. კაი, ეს ქუდი იყო ის მომწონს. That's all.
საერთოდ წავალ ავტობუსით და არა ტაქსით. იმიტომ რომ ბას ლაინში დადის და წინაზეც რომ ტაქსით წავედი, ბევრი დიდი ხანი მოუნდა ვიდრე ავტობუსით. გალერეაში აღარ წავედი, რადგან ძალიან დამეზარა. Yes. და არ ვიყავი მაგის განწყობაზე და ეხლა მშია ძალიან კიტრი დავჭერი და უნდა ვჭამო. მოკლედ, მთელი ჩემი კვების რაციონი შემოიფარგლება ყოველდღე ერთი და იგივე რაღაცით. ეს არის კიტრი, ხაჭო, სხვა არაფერი. მოკლედ, ჩემი საყვარელი соуსი არის აი ეს. ეს соуსი არის მართლა საოცრება. ყველაზე მეტად მიყვარს და საერთოდ ყველაფერს უხდება. ვისაც არ გაგისინჯოთ, გასინჯოთ, იმიტომ რომ მართლა საოცრება. და ასევე სალათებს უხდება მზესუმზირის თესლი. რაც ძალიან გემრიელს ხდეს და No. That's okay. ბოლო პერიოდში ამოვიჩამე ეგ სხვათა შორის რომ სახლში რომ მოვდივარ, უაჭველად უნდა ჩავიცვა პიჟამოები. და ეგრე დავჭდე. Oh my god. ძალიან გემრიელია. ეს არის ის რაღაც, რაც შემიძლია ვჭამო სულ. Emma Chamberlain-ის ვაიბები მაქვს ახლა, იმიტომ რომ ზუსტად ეს იზის ხოლმე და ესე ჭამს და ეგ გოგო არის ჩემი საყვარელი იუთუბერი და ძალიან დიდი ინსპირაციას მადლობს ხოლმე სხვათა შორის ყოველთვისა. აი, როცა მოწყენილი ვარ ხოლმე, ყოველთვის მის ვიდეოებს ვთავ. ან როცა რა ვიცი, რაღაცას მინდა ვუყურო და არ ვიცი რას ვუყურო, მის ვიდეოებს ვთავ. აი, არ მწყინდება უბრალოდ შემიძლია მის ვიდეოებს ვუყურო დღეში მილიონჯერ. და არ დავიღლები და უკვე იმდენჯერ მაქვს ნაყურები, რომ ვერ გეტყვით. ჩემი ოთახი არის ჩემი კომფორტის ზონა. ეს ოთახი მერჩევნია საერთოდ ყველაფერს. აი, ყველაზე დაცულად და ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს და რაღაცნაირად ძალიან მიყვარს აქ დროის გატარება. ის სივრცე, აი, რაღაცნაირი შენი სივრცე როა ძალიან. ზუსტად ეგრეა. მოკლედ, მე რომ თეთრი ხუდები მაცვია, აი ეგ არის საშინელება, იმიტომ რომ ყველაფერს ზედ ვიყრი საერთოდ და ყველაფერს ზედ ვისხამ. ასევე მართლა მაინტერესებს, სად დავამზადებინებ დიდ სახატავ ტილოებს და ამავდროულად დიდ ჩარჩოებს, იმიტომ რომ დიდი ჩარჩოები მაღაზიაში არ იყიდება და მე მინდა დიდი ჩარჩოები ძალიან. თუ მე მიცით აუცილებლად მითხარით ან დამიკომენტარეთ, იმიტომ რომ ეგ მართლა მაინტერესებს. ზოგადად დიდი ღომში არაფერი არ იშოვება და აქ ვერაფერს ვერ იპოვე. მაგრამ სადმე სად შემელია. აი ძალიან მეზარება ხოლმე რაღაცების მანხელა რაღაცების მოტანა რა. ტაქსით უნდა გახვიდე, ტაქსში ჩაალაგო ადრე. ან ტაქსი ახლა შეიძლება საერთოდ კილომეტრების დაშორებით გაგეჩეროს. და oh my god. მაგის გამო მეყვარს მიტანის სერვისი ყველაფერში. ყველას ფერს ხო შეიძლება ჰქონდეს თავის მიტანის სერვისი და არ გიწევდეს ადამიანს წასვლა წამოსვლა.
მაგრამ აქ საქართველოში ბევრად განვითარებულია და საწუწუნო არ გვაქვს. ერთად ჩემო ყავა მინდა. ყავა არ დამილევია. რაც უბრალოდ არ არსებობს. არ მინდა ვინმესთან ლაპარაკი, არ მინდა კომუნიკაცია და უბრალოდ მინდა რომ ჩემს ოთახში ვიჟდე, რომელიც ჩემი comfort zone არის და ჩემი ყველაზე safe place. აქ ვიჯდე და არ ვიცი, საყვარელი რაღაცები ვაკეთო, ან ვხატო, ან ფილმებს ვუყურო, ან წიგნები წავიკითხო. ყველაფერი ეს, რაც კომფორტს მიქმნის. ეს ყველაფერი თან კარგია და თან ცუდია, რადგან შენს კომფორტის ზონაში მუდმივად ყოფნა შემდეგ ძალიან გაცალკევებს გარესამყაროსგან და თითქოს მოშორებული ხარ ამ ყველაფრისგან და თან კარგია, იმიტომ რომ საკუთარ თავს უთმობ დროს. უბრალოდ ის არის, რომ ამაში ღრმად არ უნდა შეხვიდე და რაღაცნაირად დანარჩენი ყველაფერი არ უნდა დაგავიწყდეს და ეს სამუდამოდ შენი კომფორტის ზონა და არ უნდა იქცეს. მაგრამ აი ამ მომენტში არაფრის გაკეთება არ მინდა, არაფრის სურვილი არ მაქვს, საერთოდ კომუნიკაციის სურვილი არ მაქვს, არ მინდა ვინმეს დაველაპარაკო, არ მინდა ზედმეტი რაღაცეებით თავი ავიდგო, არ მინდა საერთოდ რაღაცებზე ვიფიქრო, რაც ვთქვათ პრობლემა. ვერ ვიტყვი რომ თლად ძალიან მოწყენილი ვარ და ვერც ვიტყვი იმას რომ თლად ძალიან მხიარული ვარ. უბრალოდ ასე გრძნობ თავს. ვცდილობ ხოლმე რომ ეს პერიოდი ძალიან დიდხანს არ გაგრძელდეს და ვაიძულებ ხოლმე ჩემს თავს შემდეგ რომ ვიცი რა გადი და რამე გააკეთე ნებისმიერი რაღაც წადი გარეთ ადამიანებთან ყავა დალია სასმელი დალია გაერთე რაღაც გააკეთე, იმიტომ რომ ეს თუ კომფორტის ზონაში გადაიქცა, ეგ გრძელდება საკმაოდ დიდი ხანი, რაც მე მჭირს ხოლმე პირადად და აღარ აქვს ხოლმე დასასრული მაგ ყველაფერს და ძალიან ერთფეროვანი ხდება შემდეგ ცხოვრება, მაგრამ ხო ზოგჯერ ესეც გჭირდება და ისიც გჭირდება. უბრალოდ ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ ამ ყველაფრის ბალანსი, რაც ძალიან რთული არის დღევანდელობაში. მაგრამ ზოგჯერ ჩვენ ადამიანები ვართულებთ ხოლმე ყველაფერს და ზედმეტად ვფიქრობთ რაღაცებზე, მე ეგრე მჭირს. ზედმეტად ბევრს ვფიქრობ საერთოდ ყველაფერზე. მიჭირს რაღაცებთან და ვიღაცებთან გამომშვიდობება. მაგრამ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენი ცხოვრებიდან რაღაცები გაფილტრო და ისწავლო რაღაცების და ვიღაცების დავიწყება. ის ადამიანები, რომლებიც არ გიმსახურებენ, ეს იქნება მეგობარი, ეს იქნება არ ვიცი, ვინც კიდე იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, რას დავარქმევთ ხომ. უნდა ისწავლო მათი შენი ცხოვრებიდან გაშვება, რაც არ უნდა რთულად გეჩვენებოდეს იმ მომენტში ეს ყველაფერი შენთვის. და ეგ ყველაფერი ბევრად უფრო მარტივად გადაიტანო და საერთოდ და არ იფიქრო ბევრი იმაზე თუ რა იქნება და ამავდროულად არ იფიქრო ბევრი იმაზე თუ რა იყო წარსულში.
ისინი, ვინც არ გიმსახურებენ, საერთოდ არ ღირს რომ დაახარჯოთ თქვენი ერთი წამიც კი, იმიტომ რომ დრო არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დროის გამოყოფა სხვა ადამიანისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და არ ღირს დროის გამოყოფა და დროის დათმობა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც შენზე კარგი ეფექტი არ აქვთ და რომლებსაც შენთვის კარგი არ უნდა, რომლებიც არ გიმსახურებენ და არ გიღებენ ისეც როგორიც ხარ და უნდათ რადიკალურად სხვანაირი დაგინახონ ან სხვანაირს გხედავენ. ამ ადამიანებს არც ერთი წამი არ უნდა გამოვუყოთ. დრო არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ფასეული რაღაც ამ სამყაროში.